ჰაერის მთავარ დამაბინძურებელს ავტოტრანსპორტი წარმოადგენს. ავტომობილის გამონაბოლქვი აირები შეიცავს დაახლოებით 200 სხვადასხვა ნივთიერების ნარევს. სოფლიოში წელიწადის განმავლობაში 200 მილიონი ავტომობილი 200 მილიონ ტონა ნახშირს ჟანგს, 40 მილიონ ტონა ნახშირწყალბადს და 20 მილიონ ტონა აზოტის ოქსიდებს გამოყოფს. მე-20 საუკუნიდან მსხვილი ქალაქების ატმოსფეროში სხვადასხვა ნივთიერებების დიდი რაოდენობით დაგროვების გამო ბუნებაში ახალი ტიპის ფენომენი, ეგრეთ წოდებული სმოგი წარმოიქმნა. განასხვავებენ ორი ტიპის სმოგს: ლონდონის და ლოს-ანჯელესის, იმ ქალაქების სახელწოდებების მიხედვით, სადაც იგი პირველად იქნა შემჩნეული. ლონდონის სმოგი 1952 წლის 5 დეკემბერს წარმოიქმნა, რასაც 3-4 დღის განმავლობაში 400 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. იგი რამდენიმე ასეულ ტონა კვამლსა და მავნე ნივთიერებებს შეიცავდა. ასეთი ტიპის სმოგი შემოდგომა ზამთრის პერიოდში შეიმჩნევა. ლოს-ანჯელესის სმოგი თბილ თვეებში შეიმჩნევა და მას საზღვაო და სამდინარო ხომალდების გამონაბოლქვი იწვევს. გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერი ყოველ წელს 400,000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზია. სხვადასხვა ქალაქში სერიოზული ზომების გატარება გახდა საჭირო. მაგალითად, რამდენიმე ისტორიულ ქალაქში თითქმის მთელი დღის განმავლობაში აიკრძალა მანქანით მოძრაობა. მილანში ჰაერი იმდენად დაბინძურებულია, რომ იქ ერთი დღის გატარება 15 ღერის სიგარეტის მოწევის ტოლფასია. მეხიკოში მანქანით მოძრაობა გარკვეულ დღეებშია შესაძლებელი, ისიც მანქანის სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით. ზოგად მძღოლებს ქალაქში ცენტრში შესასვლელად გადასახადსაც აკისრებენ. საინტერესოა დღეს რა მდგომარეობაა ამ ხრივ საქართველოში. დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია დაახლოებით 930,000 სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მოიცავს თავის მხრივ როგორც მსუბუქს, ასევე სატვირთო, სამგზავრო და სპეცტექნიკას. თბილისში დაახლოებით რეგისტრირებული არის საქართველოს რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების 55-60%, რაც წარმოადგენს დაახლოებით 900,000-მდე სატრანსპორტო საშუალებას. ეს სტატისტიკა მზარდია, დინამიკა მზარდია და უფრო მეტი სატრანსპორტო საშუალება შემოდის ყოველ წელთან შედარებით. და რაოდენობა, დინამიკა როგორ გაიზრდება და როგორ წავა მომდევნო წლებში, ამას წინასწარ განსაზღვრავთ, გამომდინარე იქიდან, რომ რამდენი იმპორტირებული სატრანსპორტო საშუალება იქნება საქართველოში, ამის განსაზღვრა უბრალოდ ბაზარზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიური იქნება საქართველოში არსებული ბაზარი და რამდენად აქტიური იქნება საქართველოს მოსახლეობა სატრანსპორტო საშუალების შეძენასთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ დედაქალაქის ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი არის ძალიან სუსტად განვითარებული, სულ გვაქვს 4 გაზომვის სადგური, ამ 4-დან ერთადერთია ავტომატური თანამედროვე ჯიხური, რომელიც უწყვეტად ზომავს ჰაერის ხარისხის მდგომარეობას ქალაქში. დანარჩენი 3 სადგური არის მოძველებული, არა ავტომატური, ანუ ხელით ხდება იქ სინჯების აღება. სინჯების აღება ხდება მხოლოდ დღეში 3-ჯერ, ისიც პიკის საათებში ძირითადად. რაც რა თქმა უნდა არ გვაძლევს სრულყოფილ და ზუსტ სურათს ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ. რა თქმა უნდა, იმ ჯიხურებში, სადაც ესე ვთქვათ, არაავტომატურად ხდება სინჯების აღება, ის ჯიხურები განთავსებულია დიდი ქუჩების განაპირას, ძალიან ახლოს დიდ ქუჩებთან. ეს არის თამარ მეფის გამზირის და აღმაშენებლის კვეთა დაახლოებით, ეს არის წერეთლის გამზირი და მოსკოვის გამზირი. აქ რა თქმა უნდა ფიქსირდება მაღალი კონცენტრაციები, გადაჭარბება ზღუდასაშვებ კონცენტრაციებზე. რაც შეეხება იმ ავტომატურ ჯიხურს, ის არის ქალაქის ფონური ჯიხური, ანუ ის ზომავს ქალაქის ფონურ დაბინძურებას, საბედნიეროდ იქ ესეთი გადაჭარბებები არ ფიქსირდება. ძირითადი დაბინძურება რა თქმა უნდა ყველაზე მაღალი კონცენტრაციები, ანუ ფიქსირდება იქ, სადაც ავტოტრანსპორტის აქტიური მოძრაობაა. შეგვიძლია პირდაპირ დაუკავშიროთ ჰაერის ხარისხი იქ, სადაც დიდია ავტოტრანსპორტი
ტრანსპორტის მოგზაურობა იქ სადაც შუქნიშნებიან, გზაჯვარედინებია და ჩერდება მოძრაობა იქ რა თქმა უნდა გაცილებით უფრო მაღალია დაბინძურება ვიდრე სხვა წერტილებში, უბნებში ქალაქის. გარემოს აქვს ეს უნიკალური თვისება, რომ აღადგინოს თავისი პიროვნული სახე. თავარია ადამიანებმა რაღაც კონკრეტული ღონისძიებებით ხელი შეუწყოთ ამათ, ეს არის საწვავის ხარისხის გაუმჯობესება, ეს არის ავტოპარკის მდგომარეობის გაუმჯობესება, ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს არის ავტოპარკის გაახალგაზრდობა და გაჯანსაღება, უფრო ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებმა რო იაროს ჩვენს ქუჩებში და უფრო მცირე ძრავის მქონე, ესე ვთქვათ, ავტომობილებმა და ასე შემდეგ. ამ კუთხით თითოეულ ჩვენთაგანი თითქმის ყველა ოჯახში არის ავტომობილი და ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ ამ ავტომობილს, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ გადავიდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მოვიხმაროთ საზოგადოებრივ ტრანსპორტი, ეს რამოდენიმეჯერ შეამცირებს აიდან გამონაბოლქვს. უნდა შევეცადოთ, რომ მოკლე მანძილებზე მაქსიმალურად მოვერიდოთ კერძო ტრანსპორტით მოძრაობას და ზოგადად უნდა გავათვითცნობიეროთ, რომ აი ეს პრობლემა ჰაერის ხარისხის დაბინძურება არის თითოეულ ჩვენთაგანის და განსაკუთრებით ჩვენი შვილების პრობლემა და ეს მე მგონი მოგცემს სტიმულს, რომ ტექდათვალიერებას გავიაროთ. ცოტა მეტიც გადავიხადოთ უფრო კაი ხარისხის საწვავში და უფრო მეტი ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე და ჯანმრთელობაზე.